სერვისის განვითარების სააგენტო წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში 8 ახალ საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. Ამ ცენტრებში მოქალაქეები ყველა სახის დოკუმენტებთან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას მიიღებენ. Ამ პროექტის განხორციელებისა და სერვისის განვითარების სააგენტოში მოქმედი ელექტრონული სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობდნენ დღეს სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები სპეციალურ შეხვედრაზე. Ერთ სოფელში სერვისები არის ხელმისაწვდომი სოფლიდან გაუსვლელად, მათ შორის ყოფილი სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა მომსახურებები. Გარდა ამისა, ჩვენ მუნიციპალიტეტებში ნერგავთ ელექტრონულ მმართველობას და მომავალი წლიდან არაერთგან უკვე ჩვენ შევძლებთ რომ ნახოთ ძალიან ეფექტური თვითმმართველობები, რომლებიც იქნებიან მოქალაქეებზე ორიენტირებული. სამუშაო ჯგუფები შექმნილი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ჩვენი ძალისხმევა, რომელიც თვითმმართველობის რეფორმაზე არის ორიენტირებული, მეორე მათი ძალისხმევა, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვასკენ არის მიმართული, არის საერთო წერტილები თანამშრომლობისა და საბოლოო ჯამში აისახება თვითმმართველობის განვითარებაზე და მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.